მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ სამოქალაქო კოდექსის მიმართულებით მორიგ ტესტურ დავალებებზე მუშაობას. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ კვლავ 5 ტესტურ დავალება, 5-დან 10 ტესტურ დავალებაზეა საუბარი. დავიწყოთ განხილვა. მემკვიდრემ ნოტარიუსს განცხადებით მიმართა სამკვიდროს მისაღებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან მე-6 თვეში. ნოტარიუსმა განუმარტა, რომ სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრული ვადა უკვე გაშვებული იყო. კითხვა გვაქვს შემდეგი, სწორია თუ არა ნოტარიუსის განმარტება. A ვარიანტია სწორია, რამე თუ სამკვიდროს მიღების ვადა სამკვიდროს გახსნის დღიდან შეადგენს 5 თვეს. მეორე B ვარიანტია არ არის სწორი, რამე თუ სამკვიდროს მიღების ვადა სამკვიდროს გახსნის დღიდან შეადგენს 12 თვეს. G ვარიანტია სწორია, რამე თუ სამკვიდროს მიღების ვადა სამკვიდროს გახსნის დღიდან შეადგენს 5 თვეს თუ სამკვიდროს მიღებას მამკვიდრებელი ნოტარიუსში განცხადების საფუძველზე ახორციელებს. და D ვარიანტია არ არის სწორი, რამე თუ სამკვიდრო მიღებულად უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ეხლა ზოგადად პასუხი აქ გვექნება, რა თქმა უნდა, D ვარიანტი, თუმცა ახლა გავიხსენოთ ახლა ჩვენ 142421 მუხლი და მუხლის პირველი ნაწილი, საიდანაც გამომდინარე, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონი თუ ანზერდით მემკვიდრე, ხო? ამასთან მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდაოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. რაც შეეხება სამკვიდროს მიღების ვადას, აღნიშნული პირდაპირ დარეგულირებულია კოდექსის 1424 მუხლით, რომლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. შესაბამისად, მარტივად ვიტყვით აქ, რომ სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. გადავიდეთ მე-7 ტესტური დავალების განხილვაზე. 2015 წლის 30 დეკემბერს S მეურმიშვილმა M გახოკიტისგან ნოტარიულად იზესხა 7000 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით ვალის დაფარვა 1 წლის ვადაში უნდა მომხდარიყო. გახოკიძემ დადგენილ ვადაში ვალის დაბრუნება ვერ შეძლო, თუმცა 5 წლის შემდეგ 6000 ლარი დააბრუნა. მეურმიშვილმა მიიღო თანხა და ამასთან 1000 ლარის დაბრუნებას მოითხოვა. გახოკიძემ მას შემდეგ, რაც ვალის ნაწილი დააბრუნა, მეგობარი იურისტისგან გაიგო, რომ ვალდებულება შეასრულა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ და სასამართლოს მიმართა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით. კითხვა არის შემდეგი, რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ. A ვარიანტია დააკმაყოფილოს გახოკიძის მოთხოვნა, B ვარიანტია არ დააკმაყოფილოს გახოკიძის მოთხოვნა, რადგან ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. G ვარიანტია დააკმაყოფილოს გახოკიძის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მეურმიშვილს არ ჰქონდა სესხის ხელშეკრულება განახლებული და არც ვალის აღიარება მომხდარა. და D ვარიანტია არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რადგან მართალია გახოკიძემ მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა მას არ აქვს უფლება მოითხოვოს შესრულების დაბრუნება. ეხლა ზოგადად სამოქალაქო კოდექსის მეორე თავი ეთმობა ხანდაზმულობის საკითხს. 129 მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. თუმცა საინტერესოა თუ რა არის ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი. 130 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კაზუსიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2015 წლის, უпростоრად 2016 წლის 30 დეკემბრიდან, როდესაც დადგა ხელშეკრულების გათვალისწინებული გადახდის დრო. ამასთან მოთხოვნა ხანდაზმული გახდა 3 წლის გასვლისთანავე, ესე იგი 2019 წლის 30 დეკემბრიდან. მოცემულ შემთხვევაში საინტერესოა თუ როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, თუ პირი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ შესრულების დაბრუნებას მოითხოვს.
ამ საკითხს პირდაპირ გვირეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 154 მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ აქვს უფლება მოითხოვოს შესრულების დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ სწორი პასუხი გვექნება მოცემულ მე-7 ტესტურ დავალებაში D ვარიანტი. გადავიდეთ მორიგ მერვე ტესტურ დავალებაზე. გ-ლორდ ქიფანიძე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი გამოძიებელი. რესტორანში, სადაც მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, გვერდით სუფრაზე ნასვამ პირებს შორის ჩხუბი ატყდა, რომლის განეიტრალებაშიც ლორდ ქიფანიძე როგორც სამართალდამცავი ჩაერია. მოულოდნელად ლორდ ქიფანიძემ უკიდურესად უხეში დაუდევრობა გამოიჩინა, მასზედ განპირობებული ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და ტყვია მიმტანს მ. დოლეჯაშვილს ფეხში მოარტყა. დაზიანების შედეგად დოლეჯაშვილს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დაზარალებულის ადვოკატმა სასამართლოს მიმართა ლორდ ქიფანიძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ლორდ ქიფანიძეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება სოლიდარულად დააკისრა. შევაფასოთ, კანონიერია თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. A ვარიანტია. არა, რადგან სასამართლოს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ უნდა დაეკისრებინა. B ვარიანტია. არა, რადგან სასამართლოს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა დაეკისრებინა. G ვარიანტია. დიახ, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და D ვარიანტია. არა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონიერი. ეხლა, მოცემულ კაზუსში ჩვენ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა მოხდეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მეგობრებო, მაშინ, როდესაც ეს ზიანი სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის უხეში გაუფრთხილებლობით დგება. თუ რა იგულისხმება უხეში გაუფრთხილებლობაში, სასამართლო შეფასების საგანია და მის საკანონმდებლო განმარტება არ არსებობს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზოგადად სამართალში არ აქვს მნიშვნელობა ეს სისხლის სამართალზე იქნება საუბარი თუ სამოქალაქო სამართალზე, არსებობს გაუფრთხილებლობის ორი ფორმა. ეს არის თვითიმედოვნება და დაუდევრობა. კაზუსში პირდაპირ არის მითითება იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა უკიდურესად უხეში დაუდევრობას, ესე იგი გაუფრთხილებლობის ერთ-ერთ ფორმას. ეხლა კაზუსში დასმულ საკითხს პირდაპირ გვირეგულირებს ჩვენ სამოქალაქო კოდექსის 1005 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია ანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სასამართლომ სწორად დააკისრა ორივეს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, რაც ჩვენს კაზუსშიც განხორციელდა, რის გამოც სწორ პასუხად რა თქმა უნდა შემოვხაზავთ G ვარიანტს. მეცხრე ტესტური დავალება არის შემდეგი: მიკრობანკი კრედიტი 2025+-ის დირექტორმა G აზაროვსა და დირექტორს G აზაროვსა და მის მოვალეს S აბრამიშვილს სესხის პირგასამტეხლობსა და ჯარიმის კორექტირებასთან დაკავშირებით კონფლიქტი მოუვიდათ. აბრამიშვილმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა ყალბი პოსტები, რომ თითქოს მიკრობანკი კრედიტ 2025+-ი მალე გაკოტრების პროცესი იწყებდა და მეანაბრეებს მოუწოდა დროულად გამოეტანათ კუთვნილი თანხები. ცრუბალ ბრალდებების გამო 6 თვის განმავლობაში მეანაბრეთა რიცხვმა იკლო, ხოლო არსებულმა კლიენტებმა ანაბრებზე განთავსებული თანხების დროზე ადრე გატანა დაიწყეს. აღნიშნულმა პროცესებმა მიკრობანკი კრედიტ 2025+-ი 45,000 ლარი დააზარალა. როდესაც აღნიშნული შესახებ აზაროვმა შეიტყო, მან კომპანიის იურისტებს სასამართლოში სარჩელი შეტანა დაავალა. იურისტებმა სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს საქმიანი რეპუტაციის შემნახველი ცნობების უარყოფა და ზიანის ანაზღაურება. კითხვა გვაქვს შემდეგი: დაკმაყოფილდება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა. A ვარიანტია: დიახ, აბრამიშვილს დაეკისრება ზიანის ანაზღაურება და
ცნობების უარყოფა. B ვარიანტია ნაწილობრივ აბრამიშვილის დაეკისრება ზიანის ანაზღაურება. G ვარიანტია ნაწილობრივ აბრამიშვილის დაეკისრება ცნობების უარყოფა და D ვარიანტია არა აბრამიშვილს არ დაეკისრება არ ზიანის ანაზღაურება და არც ცნობების უარყოფა. ეხლა მოცემულ შემთხვევაში ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ დაკმაყოფილდება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა და თუ დაკმაყოფილდება რა მოცულობით. მხოლოდ ზიანის ანაზღაურებით, მხოლოდ ცნობების უარყოფით თუ როგორც ზიანის ანაზღაურებით, ასევე ცნობების უარყოფით ერთობლივად. სამოქალაქო კოდექსის 27 მუხლის მეხუთე ნაწილი ადგენს, რომ იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები. მე-18 მუხლი არეგულირებს პირად არქონებრივი უფლებების საკითხს და მათი კანონიერი დაცვის მექანიზმებს. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით კანონით დადგენილი წესით დაიცვა საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისაგან. მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ პირის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების საკითხს, მე-6 ნაწილის თანახმად, საქმიანი რეპუტაციის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებას. უფრო მეტიც, ბრალეული ხელმყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არქონებრივი მორალური ზიანის ანაზღაურებას. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდება როგორც ზიანის ანაზღაურების, ისე ცნობების უარყოფის მოთხოვნის ნაწილში, რადგან ჩვენ ხედავთ, რომ გაბოროტებული არის ერთ-ერთი მხარე, ამ შემთხვევაში მოვალე მხარე და კრედიტორის მიმართ განზრახ მოქმედებს, განზრახ სრულ ბრალდებებს ავრცელებს. შესაბამისად, სწორი პასუხი ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება A ვარიანტი. გადავიდეთ მოცემული განხილვის ბოლო მეათე ტესტური დავალების ამოხსნაზე, ასე ვთქვათ. კითხვა არის ღია ტიპის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შენობა ნაგებობები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან, განეკუთვნება A ვარიანტია მიწის არსებითად შემადგენელ ნაწილს, B ვარიანტია მიწის საკუთვნებელს, G ვარიანტია მიწის ნამაზს და D ვარიანტია ნივთის და უფლების ნაყოფს. ეხლა მარტივია, ხო? პირველ კურსზე ისწავლება, რომ ეს არის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, თუმცა გახსენებისთვის ცუდი არ იქნება თუ ვიტყვით თუ რა იგულისხმება ნივთისა და უფლების ნაყოფში. სამოქალაქო კოდექსის 154 მუხლის თანახმად, ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან და უპირატესობა, რომელსაც ეს ნივთი იძლევა. უფლების ნაყოფი კი არის ის შემოსავალი ან და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა, რომელთა მიღებაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით. სამოქალაქო კოდექსი მიწის ნამაზს როგორც კონკრეტულ ტერმინს არ იცნობს ამ ცნებას, მასში უფრო იგულისხმება ისევ ნივთის ნაყოფი, ესე იგი შემოსავალი ნამატი ან და უპირატესობა, ხო, რომელსაც ეს ნივთი იძლევა. ამ შემთხვევაში მიწა, რაც შეეხება მიწის საკუთვნებელი, განსაზღვრული არის სამოქალაქო კოდექსის 151 მუხლით. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გაკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულობის მიხედვით ითვლება საკუთვნებლად. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომელის მოცილებას მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებით დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ხოლო ეხლა რაც შეეხება მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 150 მუხლისა, მას განეკუთვნება შენობა, ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის.
რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. მოცემულ ვიდეოში სულ ეს იყო, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტესტური დავალებები გადამეორებისთვის, გახსენებისთვის დაგეხმარებათ, გაგიმარტივდებათ და ასევე ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ იმ მიმართულების გამოცდებში, სადაც სამოქალაქო კოდექსიდან შედგენილი არის პროგრამით გათვალისწინებული ტესტური დავალებები. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.